მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს საინტერესო დღე გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ როგორც მოგეხსენებათ, პარასკევი ზოგადად არ იყო ჩვენთვის, ჩვენი გადაცემისთვის საეთერო დღე, თუმცა აი მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან პარასკევსაც 4 საათზე გექნებათ ჩვენს ეთერში ანალიტიკის ნახვის შესაძლებლობა. დღევანდელ ეთერში შედარებით განსხვავებული ფორმატით ვიქნებით, ანუ წამყვანის ამპლუაში მხოლოდ მე ვიქნები, ხოლო ჩემი სტუმარი იქნება სტატისტიკოსი ბატონი ირაკ კაპანაძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონ ნოდარ გადაცემაში სტუმრობისთვის. როგორც ვთქვით, დღევანდელ დღეს ცოტათი განსხვავებული ფორმატით გვინდა წავდგეს, საერთოდ აი ამ ანალიტიკის ფორმატში არ ყავს ხოლმე მოწვეული ექსპერტები, თუმცა ალბათ დღევანდელი დღე მართლაც საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. ბატონ ნოდარ, დავიწყოთ მოდით საუბარი. პირველ რიგში მინდა შევეხოთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის მოვისმინოთ თქვენი ზოგადი შეფასება იმ პროცესებზე, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს და მისი ადმინისტრაცია გეგმავს, როგორც მე დამშაშ დაბეჭდილება, რომ შეიმუშაოს განვითარების 10 წლიანი რაღაც ასე ვთქვათ გეგმა, სტრატეგია, თუმცა ეს რაღაც დოკუმენტის სახით და კონცეფციების სახით ჯერ არ გვინახავს, თუმცა გაკეთდა ასევე განმარტებები, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და განათლების სისტემის რეფორმა უნდა იყოს პრიორიტეტიო სახელმწიფოსთვის. აი, საინტერესოა თქვენი ხედვები როგორია ამ მიმართულებით, რა რეკომენდაციები გექნებათ და ზოგადად როგორ ხედავთ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მუშაობას. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს და რა შეიძლება ითქვას სამ იდეაზე. ეს სამი იდეა არის, მე ვიტყოდი, ალბათ ყველაზე კარგი რამ, რაც მომისმენია ბოლო 30 წლის მანძილზე. როდესაც საუბარი არის განვითარების გეგმაზე და არა სტრატეგიაზე. მოგეხსენებათ, განვითარების გეგმა ის კონკრეტულ ღონისძიებებს და კონკრეტულ საქმიანობებს და კონკრეტულ შედეგებს გულისხმობს, ხოლო სტრატეგია უფრო მაინც რაღაც ადღეგრძელოებია რა. და რაღაც ძირითადი ვექტორების ამსახველი. სტრატეგიას მნიშვნელოვანი რამეა, მაგრამ როგორ არის იცით? აქ არის ხალხი, რომელიც ტყეს ხედავს და ტყეში ხეებს ვერ ხედავს. არის ხალხი, რომლებიც ტყეში ხეებს ხედავს, ბუჩქებს ხედავს, მაგრამ ტყეს ვერ ხედავს რა. არის მოკლედ ინდუქციური აზროვნება და არის დედუქციური აზროვნება. ამ შემთხვევაში სტრატეგია მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ ფრაგმენტებს და კონკრეტული ფრაგმენტებიდან უნდა იყოს ამოზრდილი. ანუ სტრატეგია თავისთავად რაღაც ვექტორი რომ განსაზღვროთ ჩვენ და იმას ქვევითკენ უკვე კონკრეტულ ღონისძიებამდე ჩაშლილი სამოქმედო გეგმა არ ქონდეს, ეს სტრატეგია დარჩება სადღეგრძელოდ, რომელსაც სადღეგრძელოდ თავისთავად ცუდი არ არის. ეს არის საკმარისი. ეს არის, ერთგვარი საერო ლოცვის მაგვარი რაღაცო და ალოცავ ადამიანს, რომ უსურვებ ყოველივე კარგს და ასე შემდეგ. რასაკვირველია, მაგრამ ეს კარგი და ყველაფერი კარგი როგორ უნდა მიაღწიოს, ამის დეტალური ინსტრუქტაჟის დრო სუფრაზე არ რჩება. და ამიტომაც მხოლოდ სადღეგრძელოებით შემოვეფარგლებით. როდესაც ვლაპარაკობთ განვითარების გეგმაზე, ეს უკეთესი რამეა, ვიდრე მხოლოდ სტრატეგიაზე საუბარი. ეს უნდა მოიცავდეს დეტალიზაციას. ახლა მე როგორ ხედავ ამ განვითარების გეგმას. მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აუცილებელია 2004 წლიდან დაჟინებით ვამბობ ყველგან ამას და აქაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ. საქართველოში აუცილებელია სიმეტრიული განვითარების პროგრამის შემუშავება. სიმეტრიულ განვითარებაში მე რას გულისხმობ? არ შეიძლება თავისუფალ ბაზარზე რაღაცეების მინდობა, რაც თავისუფალ ბაზარს არ უნდა მიანდო. ბაზარი არაფერსაც არ არეგულირებს, ახლა მომიტევეთ ჩემო ლიბერალო მსმენელებო და მაყურებლებო, ის რაც მუშაობს ორი სახინკლის დონეზე, სახელმწიფოს დონეზე არ მუშაობს. კონკურენცია მაგალითად მუშაობს ორი სახინკლის, ორი ატელიეს ან რაღაცის დონეზე მუშაობს, მაგრამ
სახელმწიფოს და გლობალურ დონეზე ცოტა სხვა ფაქტორები. რატო აი ეგ საინტერესო არის და სულ მესმის მე არგუმენტი, პირიქით არგუმენტია თქვენ რას თქვით, რომ ზუსტად პირიქით დაუყენებიათ მაგალითად ჩემთვის საკითხი, რომ აი თუ ხედავთ რომ ზუსტად აი ესე ბუკვალურად ორი სახელმწიფოს დონეზე მუშაობს, სახელმწიფოს დონეზე რატო არ იმუშავებს? ეს რა არის აი ხელშეშლილი? იმიტომ არ იმუშავებს, რომ ნებისმიერი განვითარების პროცესზე თუ ეკონომიკურ პროცესებს თუ სოციალურ პროცესებს ჭირდება რესურსები, რომელიც არის ამოწურვადი. და აი ამოწურვადი რესურსების ოპტიმალური დახარჯვა როგორც წესი თავისით ბუნებრივად ქაოტურ პირობებში ვერ მიიღწევა. და ის რაც არის პრიორიტეტი ამას მხოლოდ და მხოლოდ ბაზარი ამას ვერ რეაგირებს თავისით ეს ვერ გამოიკვეთება. თავისით ვერ გამოიკვეთება და გარდა ამისა გამოკვეთილ პრიორიტეტზე სამომხმარებლო ბაზარი ვერ იწყებს თავისით რეაგირებას თუ იქ არ იქნა მიმმართველი როლი. სახელმწიფოს აქვს მიმმართველი როლი და შეიძლება ეხლა სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს მაგალითად ასე ვიღაცა რომ შარვალს კერავს და მეორე კიდე გვერდზე შარვალს კერავს იმის გვერდზე ამ თარგის შარვალი შეკერიან ამ თარგის ქუდი გააკეთიან რა ამაში არ უნდა ჩაერიოს შეიძლება მაგრამ ის რომ შარვლების შეკერვა ზოგადად რამდენი უნდა იყოს ქვეყანაში და რამდენი ჭირდება ქვეყანას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს რომ იქნება ახლა მნიშვნელოვანი არის პიჯაკების შეკერვა რა სიტყვაზე ვამბობ რა აი მიმართულებას მოკლედ მიმართულებების განსაზღვრელი უნდა იყოს მაინც სახელმწიფო იმიტომ რომ ახლა ჩვენთან და ჩვენს საზოგადოებაში ბოლო დიდი ხანია რაც დამკვიდრდა ესეთი კორპორაციებით აღტაცების ტენდენცია რა რომ აი ის როგორ კარგად აგვარებენ ყველაფერს და ასე შემდეგ მაგრამ როდესაც დგება ესეთი ისტორიის იჩქითი მოსახვევები როცა მკვეთრ მოსახვევებში შედიხარ აღმოაჩენ რომ ყველაზე უფრო საზაგელი სახელმწიფოც კი გაცილებით უფრო კარგია და სოციალურად სამართლიანია ვიდრე ნებისმიერი თუნდაც უკეთილშობილესი კორპორაცია. ვინაიდან კორპორაციას ადამიანი აინტერესებს მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც ის მისთვის მოგების მომტანია. როგორც რესურსი ისე როგორც რესურსი ისე უყურებს რასაგებია ხოლო ეს დანარჩენი საპენსიო სისტემები და ყველაფერი არის. კი, კარგია, მაგრამ არა ყველაფერი რა. მოკლედ ყველაზე საუბრობთ ეს არის აი ერთგვარი ესეთი ფუნდამენტური საკითხი ხო აი როგორ უნდა უყურებს სახელმწიფო ზოგადად განვითარების ეს არის ფუნდამენტი რაზედაც უნდა რაღაცები უნდა დაშენდეს რა და თუ ფუნდამენტი არ არის სწორი თუ ფუნდამენტი სწორად არ არის შერჩეული მაშინ ნებისმიერი მასზე დაშენებული ზედნაშენი არ იქნება სწორი ეხლა როდესაც ვლაპარაკობთ განვითარების სტრატეგიაზე გეგმებზე ვლაპარაკობ სიმეტრიული განვითარების გეგმა არის აუცილებელი სიმეტრიული განვითარების გეგმაში მე პირველ რიგში გულისხმობ გეოგრაფიულ ნიშანს გეოგრაფიული ნიშნით ქვეყნის განვითარება უნდა ხდებოდეს თანაბარზომიერად საქართველოში ურბანიზაციის ტემპი არის ძალიან მაღალი დემოგრაფიულად ეს დამანგრეველია საქართველოს და ხედავთ კიდეს უკვე აი ამ შედეგებს ეს ბევრ რამესთან ერთად მასმედიაში პროპაგანდის და ასე შემდეგ ეს child free და ესეთი ძალიან ევროპული ღირებულებების პროპაგანდის გარდა ეს ერთ-ერთი გამოწვევი ფაქტორი არის მაღალი ურბანიზაცია იყო ესეთი ძალიან ჭკვიანი კაცი ჩეზარე ლომბროზო რომელიც ფსიქოლოგიაში ძალიან სერიოზული განზომილება იყო, კრიმინალისტიკის მამა იყო вообще და დემოგრაფიულ სტატისტიკაში იყო ძალიან სერიოზული სპეციალისტი და მან ჩაატარა იტალიური ქალაქების დემოგრაფიის კვლევა. და გააკეთა დასკვნა, რომელიც შემდეგ სტატისტიკა ადასტურებს ამას, რომ იტალიური ქალაქების მოსახლეობის რაოდენობის და ხდებოდა არა ბუნებრივი მატების, არამედ მიგრაციის შედეგად. და ასე არის ხა უმეტესობა რომ ქალაქში ეს ბუნებრივია რომ დემოგრაფიული მდგომარეობა და შობადობის დონე არის უფრო დაბალი ვიდრე სოფლად ეს ბუნებრივი ამბავია
ამიტომ არის ურბანიზაცია დაკავშირებული დემოგრაფიასთან. ამიტომაც ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის. ამიტომაც არის აუცილებელი სიმეტრიული განვითარების გეგმის შემუშავება, სადაც მოცემული იქნება და ეს შესაძლებელია ამის გაკეთება, ეს არ არის შეუძლებელი, არის ინფორმაციული მასივების ამისოთ და ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს ეს გეგმები და შესაძლებელი არის გაკეთდეს თითოეული სოფლის, საკრებულოს, რაიონის, რეგიონის და შემდგომ მთლიანად ქვეყნის განვითარების გეგმა. და სწორედ ეს გეგმა უნდა იყოს შეხვედრი მიმართულებებით, როგორც ინდუქციური, ანუ ზევიდან დირექტივების ერთადი პრიორიტეტი, ისე ქვევიდან დედუქციური, ანუ ქვემოდან ფრაგმენტებიდან, ანუ სხვადასხვა რეგიონებიდან, სოფლებიდან და შემდეგ, რა შესაძლებლობებიც იქაა და რისი პოტენციალისა, იქიდან წამოსული წინადადებები და მათი შეხვედრა და შეჯერება უნდა მოხდეს. და შემდგომ ეს სოფლების, საკრებულოების და რაიონების განვითარების გეგმები უნდა აიკინძოს და ჩამოყალიბდეს ერთიანი განვითარების სტრატეგიული ვექტორი, რომელზეც აკინძული იქნება თითოეული ეს ტაქტიკური ღონისძიებები და ტაქტიკური. თუმცა არსებულ საკანონმდებლო ბაზაშიც ალბათ მე შეუძლებელი მგონია სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან ცენტრალიზებული არის ამ შემთხვევაში ჩვენი იცით განვითარების გეგმის შემუშავებას არ ჭირდება კანონმდებლობა. განვითარების გეგმის შემუშავებას ჭირდება მოცემულობა, პირველ რიგში რესურსული მოცემულობა, რესურსები არის მიწა, ადამიანები, წიაღისეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს მატერიალური რესურსები. შემდგომ მისი განვითარების პერსპექტივების ანალიზი. აი მაგალითად მე ადრე გავაკეთე ესეთი რაღაც ხილბოსნეულის წარმოებაზე იყო საუბარი და ხილბოსნეულის გადამუშავებაზე და დავთვალე ესეთი შესაძლებლობა მიწის რესურსებიდან გამომდინარე სხვადასხვა რაიონში კლიმატური სპეციფიკის და რაღაც განვითარების გათვალისწინებით ახლად 22 შედარებით საშუალოზე მსხვილი გადამამუშავებელი საწარმოს განთავსება, რომელიც აუცილებლად მიიღებს ადგილობრივ პროდუქციას შეისყიდს და გადამუშავება ადგილობრივ პროდუქციას და როდესაც დავთვალე მხოლოდ გადამუშავების პროცესში, აი გადამამუშავებელი მრეწველობის პროცესში, ამით შესაძლებელი არის დაახლოებით წელიწადში 8 მილიარდი დოლარის, ნუ აქ საუბარი 2016 წლის დოლარზე 8 მილიარდი დოლარის მთლიანი დამატებითი შიდა გენერირება. ეს შესაძლებელი არის და ეს გარდა ამისა ეს არის ადგილზე განვითარების შესაძლებლობის შექმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ანალოგიურად არის მეცხოველეობა, მეთევზეობა, ანალოგიურად არის სამთო-მომპოვებელი მრეწველობა, თუნდაც მე სამშენებლო მასალების წარმოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვლაპარაკობ რეალურ ეკონომიკაზე. გარდა ამისა არის კიდევ მომსახურების სექტორი, არის სხვადასხვა ესეთი პერსპექტიული დარგები და პერსპექტიული მიმართულებები, რომელთა ანალიზი და გამოვლენაც უნდა ხდებოდეს და აი ეს სტრატეგიული განვითარების გეგმას აუცილებლად ჭირდება ასე ვთქვათ, მიმდინარე დროის რეჟიმში მოქმედი მონიტორინგის და შეფასების სისტემა. პროცესების მონიტორინგის და მიღწეული შედეგების შეფასების სისტემა, რომელიც რეალური დროის რეჟიმში შეიძლება ამის გაკეთება დღევანდელი საკომუნიკაციო შესაძლებლობების პირობებში ამის გაკეთება არაფერი არ არის. აღრიცხვა კონტროლი და ანგარიშგება ეს არის ნებისმიერ განვითარების ნებისმიერი პროცესის ანბანი რა, რომ ეს პროცესი ნორმალურად წავიდეს. ეხლა მაგალითად გაგახსენებთ ესეთ ფანტასტიკური მასშტაბის სპეცოპერაციას, რომელიც გავს ისტორიას არ ახსოვს 1941 წელს, როდესაც ვერმახტი შემოიჭრა საბჭოთა კავშირში 22 ივნის და მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც პრინციპში ადრეც იყო მიღებული, მაგრამ დაიწყეს საზარმოების ევაკუაცია. ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. ურალში რო გაიტანეს. ურალში გაიტანეს. იქ ურალში გაიტანეს, მაგრამ აქ მთელი ამბავი მაშია, რომ როდესაც ინდუსტრიალიზაციის დროს დონბასში შენდებოდა ეს სამრეწველო საწარმოები, მისი დუბლიორი საწარმოები შენდებოდა ურალში, რადგან სტალინს დაცინოდნენ.
რასაკეთებს რა მაგრამ მე აღმოჩნდა რომ როდესაც ეს საწარმოები აქ დაიშალა და წაიღეს იქ და გადაიტანეს გამზადებულ ბაზარზე მივიდა უკვე და სამთვეში უკვე ეს საწარმოები პროდუქციას უშვებდნენ ურალში და რეალურად ის ომი ამან მოიგო და ამ პროცესში მონაწილეობდა 1.5 მილიონი ვაგონი მოხდა 15 მილიონი პერსონალის ევაკუაცია და 4000-მდე რაღაც გიგანტური საწარმოები. სხვა შორის მაშინ არის ჩამოტანილი ჩვენი 31 ქარხანა ტაგანროგიდან კი აქ არის ჩამოტანილი მაშინ. ხო და ამას მაშინ არც კომპიუტერი იყო ბლოკნოტი, იყო ფანქარი, ესეთი საძერგალამიც არ იყო. და მელანი კიდე არ დაქონდა. ბლოკნოტი, ფანქარი და ესეთი დასაქოქი ტელეფონი. და ადამიანის ტვინი აკეთებდა. და ადამიანის ტვინი აკეთებდა ამას. ანუ ახლა ამის გაკეთება შესაძლებელია, ანუ მონიტორინგის და შეფასების სისტემა. მე აი ბატონო და უბრალოდ არ ზოგი რამე მართლა ლეგენდის სახით ვრცელდება ხოლმე, მაგრამ საკმაოდ სანდო მასალებში მაქვს წაკითხული და მაოცებს ხოლმე მართლა რა დონემდე ქონდათ ეს აღრიცხვიანობა აყვანილი, რომ აი 41-42 წლებში ფრონტის ხაზზე რო ხდებოდა სპირტის გაგზავნა, ხო, მაგალითად იქ არის სხვადასხვა მომსახურებისთვის. ესე იგი, რამდენი სპირტი დაჭირდებოდათ კი არა. რამდენი კასრი დაჭირდებოდა და იმ კასრს რამდენი ლურსმანი დაჭირდებოდა, ეგეც წინასწარ იყო დათვლილი. აი, წარმოუდგენელი რაღაცაა ეს, ხო? კი. ხო, ნუ ეს მოკლედ დაგეგმვა არის აუცილებელი და მონიტორინგის და შეფასების სისტემა არის აუცილებელი. და ნუ ეს სიმეტრიული განვითარების გეგმას აქვს ერთი დიდი უპირატესობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თითოეული სოფლის და თითოეული საკრებულოს და რაიონის დონეზე გააკეთებ აი ამ გეგმას და შემდგომ აკინძავ ერთად, აღმოაჩენ რომ 1+1 ხანდახან 2-ზე მეტია. ვინაიდან აქ არის თანხვედრის ეფექტი. სიმბიოზის. კი, თანხვედრის ეფექტია, რეზონანსის ეფექტი ქვია მაგას ფიზიკაში და ნუ ახლა პრადვინუტულად სინერგიას ეხება. სინერგია. ხო, მოკლედ ესე არის, თანხვედრის ეფექტი ქართულად ეგრეა. თუმცა აი რამდენად გვაქვს ამისთვის საჭირო ტექნოლოგიური დღევანდელი სოფლის მეურნეობაც კი უკვე არის მაღალტექნოლოგიური დარგი, ხო? მოკლედ ტექნოლოგია არ არის მიზანი, ტექნოლოგია არის საშუალება. საშუალება, კი ბატონო, ეს საშუალება ხო საჭიროა? კი, საშუალება საჭიროა და საშუალებების ოპტიმალური გამოყენება უნდა ვისწავლოთ. ახლა შეიძლება მაგალითად ნუ აიღო მაგალითად რა ვთქვათ მიქელანჯელოს გარდამოხსნის ფრაგმენტი და იმით გატეხო კაკალი. ხო შეიძლება? კი. ხო, მიქელანჯელოს გამოქანდაკებული ფიზიკა ამას არ გამორიცხავს, იმიტომ რომ მარმარილო შეუძლია კაკლის გატეხვა, მაგრამ ახლა გარდამოხსნით კაკლის გატეხვა რამდენად აზრიანია, ხო? მოკლედ ეს ტექნოლოგიები და მთელი ეს ამბები ეს არ არის მიზანი, ეს არის საშუალება. ხოლო რა შეეხება საქართველოში რამდენად არის შესაძლებლობა? მთავარი აქ არის ინფორმაციული რესურსი. საქართველოში ინფორმაციული რესურსი და შესაბამისი ინფორმაციული მასივები არის. არის არქივებში საკმაოდ საინტერესო ძველი ინფორმაცია, საიდანაც უნდა იცოდე, რომ რა იყო მაგალითად სადღაც განვითარებული და რა ტიპის წარმოება იყო თუ რა. მოკლედ აქცენტი უნდა ავიღოთ აუცილებლად რეალური ეკონომიკის განვითარებაზე. გადასარევია ტურიზმის განვითარება, განაცუდია. ჩვენი რამეა, რაზეა საუბარი, მაგრამ ტურიზმი ეს არის ძალიან მოწყვლადი სფერო. ეს არის სექტორი, რომელიც პირველივე ნებისმიერი კრიზისის დროს პირველი რაც დაიკვლება, ეს არის ტურიზმი. აი პანდემიამ ეს გვაჩვენა ძალიან. კი, COVID შიზოფრენიამ გვაჩვენა, მე მაშინ დავთვალე კიდეც ეგ და აი რონდელის ფონდში ფრედრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩავატარეთ კვლევა, მე და მერაბ კაკულიამ. და დავთვალე რა იყო ზარალი და აღმოჩნდა რომ 6 მილიარდი 2015 წლის ამერიკული დოლარი იყო მიღებული ზარალი. აქ შედის როგორც რეალური ეკონომიკური ვარდნა, ასევე მიუღწეველი ეკონომიკური ზრდა. და შემდგომ სექტორების მიხედვით იყო რომელი სექტორი დაზარალდა ყველაზე მეტად. ზუსტად ეს სექტორები, რომლებიც ტურიზმთან ასოცირდება. ტურისტულ ნაკადს შეხედო სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე რეგულარულად ქვეყნდება ეგ ინფორმაცია, ნახავთ რომ 2020 წელი არის პრაქტიკულად განულებული ნაკადი, ნუ გასაგებია, მაშინ მთელი კონტინენტები დაიკეტა. და ამის შემდგომ ამ ნაკადმა აღდგენა დაიწყო და მხოლოდ წელს მიაღწია 2019 წლის დონეს.
რამდენი წელი გავიდა მას მერე 2021-ის მერე უკვე 4 წელი და წელს მიაღწია 2019 წლის დონეს. ანუ ტურიზმი ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან გრძნობიარე და ძალიან ესეთი მოწყვლადი დარგია. აი ჩვენ ქვეყნის შემთხვევაში ხა ხელისუფლების მხრიდან ხშირად გვესმის და მათ შორის აი სტატისტიკას რო ვნახულობთ, ხო? ეს ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდის 2-3 წლის სტატისტიკით ჩვენ გვაქვს ორნიშნა თუ არა ყოველ შემთხვევაში ორნიშნას მიახლოებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. თუმცა ამავდროულად არის ხოლმე და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამითი არის გაკურებული, რომ ესეთი მაღალი ტემპის ეკონომიკური ზრდა რატო არ აისახება ეს მყისიერად საზოგადოებაზე? ვინ გითხრათ რომ საშუალო სტატისტიკურ? ვინ გითხრათ რომ არ აისახება? რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ეხლა მე არ ვიცი ეხლა საკითხი არ მომისმენთ. მე შემიძლია ახლა გითხრათ ეხლა იცით რა ახლა მე ამას ფორუმს მე ვერ მოვაწყობ, მაგრამ მე საშუალო ფენის მაჩვენებელი დავთვალე. საშუალო ფენა ეს ცოტა სხვა რაღაცა არის რა. აი საინტერესო. ეს არ არის სიღარიბე. საერთოდ, როდესაც მთავრობა თავის ოფიციალურ მიზნად აცხადებს და დეკლარირებული მიზანი არის სიღარიბის შემცირება, აქ არის ერთი პატარა მზაკვრობაა ჩადებული ამაში. როდესაც სიღარიბის შემცირება არის შენი მიზანი, შენ აქცენტი გაქვს სიღარიბის შემცირებაზე, შენი 10 თვლის წერტილი ყოველთვის ქვევითაა, რომელიც მენტალურად ქვევით გეკაჩება. და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება ნახოს სიღარიბე, არის ყველგან არის ყოველთვის რაღაც სიღარიბე არსებობს. ყველაფერი შედარებითია, თუ არსებობს მდიდარი, არსებობს ღარიბი. ხო, ნუ რაღაც უთანაბრობა საზოგადოებაში ყოველთვის არის, სიღარიბე არის უთანაბრობის შედარებით წვავი გამოვლინება საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და საზოგადოებაში არსებული სტანდარტების პირობებში. ვიღაცას რაღაცაზე უკეთეს ხელმისაწვდომობა აქვს, ვიღაცას რაღაცაზე უარესი. როგორც კი შენი 10 თვლის წერტილი არის ქვევით, ის 10 თვლის წერტილი ყოველთვის ქვევით გეკაჩება. და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, იმიტომ რომ განვითარების პროცესს თავისი მოწინააღმდეგეები ყავს, როგორც შიგნით, ისე გარეთ, რაც უფრო მეტი მოწინააღმდეგეა გარეთ, მით უფრო მეტ მოკავშირეებს პოულობენ ისინი შიგნით და ჩვენ ახლა ხედავთ აგერ ინვესტიციებზე ატეხილ ამბავს. გვინახავს არაერთი ესეთი და კიდევ ბევრს ნახავთ ალბათ მომავალშიც, მაგრამ როდესაც შენი 10 თვლის წერტილი არის ზევით, მაშინ სწორება გაქვს უფრო მაღალი მიზანი. უფრო მაღალი სტანდარტია ის რისკენად. ხო, რა და ამ შემთხვევაში მე დავთვალე საშუალო ფენა ესეთი 31 კრიტერიუმით. აქ შედის შემოსავლები, სამოხმარებლო ხარჯები, განათლება, დასაქმება, შემდგომ ხანგრძლივი მოხმარების ნივთები, კომუნალური სისტემებით უზრუნველყოფა და მენტალური სიღარიბე. ანუ განწყობები. და აღმოჩნდა ესეთი რამე, რომ 2009 წლიდან სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება ეს შინამეურნეობების გამოკვლევის მონაცემთა ბაზები და ამ ბაზების დამუშავებით გავაკეთე ეს ანგარიშებები და შემდგომ დავთვალე ამას მერე კეთილდღეობის ინდექსი. ანუ ვინ საშუალო ფენის ზევით არის, იმას ავტომატურად 1 მივანიჭი, ანუ ის 100%-ით საშუალო ან ზევითაა. ხო და ანუ საშუალო ფენასთან შესაბამისობაში როგორ ამ მთლიანი საზოგადოება და აღმოჩნდა ეგეთი რამე, რომ 0.3-დან 30%-დან 76%-მდეა გაზრდილი. შესაბამისობა, ხოლო საშუალო ფენა უშუალოდ, ანუ აი 31 კრიტერიუმთან შესაბამისობაში 75-დან 100%-მდე თანხმედრა ვისაც აქვს. ჯამურად, ქვედა, შუა და ზედა საშუალო ფენა არის 4.3 ჯერ გაზრდილი 2009 წელთან შედარებით. ანუ რო შეხედო, აი სამი ეპოქა რო შევადაროთ ერთმანეთს. 96-დან არის ამ შინამეურნეობების გამოკვლევა, თუმცა ბაზები 2009 წლიდანაა გამოქვეყნებული. მე ირიბის შეფასებებით ჩავედი წინა წლების გადაიანგარიში. და 97-2003 შევარდნაზე 2004-2012 ნაცები და 12 შემდეგ.
97-2003 არის საშუალო ფენის კეთილდღეობის ინდექსის მაჩვენებელი ოდნავ სუსტად გამოხატული კლების ტენდენციას ატარებს. ანუ მდგომარეობა მთლიანობაში უარესდება. აი ამის თუნდაც სუსტად გამოხატული კლება ძალიან მძიმე მდგომარეობას მიუთითებს, იმიტომ რომ ადამიანთა საზოგადოებას სხვათანაბარ პირობებში თუ ომი არ არის, განვითარების მიდრეკილი არის, ანუ ის სისტემა რეალურად რას ის გარემო რას მაშინ იყო, რეალურად განვითარებას არ უზრუნველყოფდა საზოგადოების. შემდგომ ამაზე უარესი რაღა იქნება შეზახილებით, ჩავიდინეთ ის რაც ჩავიდინეთ 2003-ში. და ხო 2004-ში გავითენეთ მაგარი ახალი წელი და ეს კლების ტენდენცია შეიცვალა ზრდის ტენდენციით, მაგრამ ეს არის ძალიან სუსტად გამოხატული ზრდის ტენდენცია. და აი იმ ტენდენციით რომ გაგრძელებულიყო სადღაც აი საშუალო ფენა ჯამურად, ეხლა ის რაც ეხლა არის 62%-მდე დაახლოებით რა, 2024 წლის შეფასებით. ეხლა იქნებოდა დაახლოებით 30-35% ჯამურად რა. ანუ ორჯერ დაბალი. ხოლო 2013-ის შემდეგ იწყება უკვე ესე ციცაბოაღმავალი ტრენდი. ხო და ამისი ეს ალბათ საზოგადოებას ეს უნდა ეთქვას, იმიტომ რომ ეს პროპაგანდა არ არის. ეს რეალურად არსებული ტენდენცია. არსებობს კიდევ სხვა სტატისტიკა, მაგალითად ეს არის მიგრაციის. მაშინ რა განაპირობებს იმას? მიგრაციას განაპირობებს განწყობები. მიგრაციას განაპირობებს პირველ რიგში განწყობები. მეორე რიგში განაპირობებს ჩვენში აი ბოლო 60-იანებიდან დაიწყო პრინციპში ეს რა. აი 60-იანების ოქროს ახალგაზრდობა დადუნახო ამერიკის სტუმრები ნოდარ დუმბაზეს შესაბამისი საკითხული თუ გაქვთ. მოკლედ აი დადუნახო ამერიკთან რო პრადვინოტი თაობაა შეკრებილი. ისინი მაშინ იყვნენ 60-იანების ოქროს ახალგაზრდობა და ეხლა ღვაწმოსილი მოხუცებები უნდათ რომ იყვნენ, მაგრამ მე მაინც ხსოვან ლაწირაკებს ვეძახი. იმიტომ რომ ისევ პარადიგმაში არის. და აი რაღაც კინოებით აზროვნება. და ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა შედეგად მოიტანა ის რომ ოღონდ აქედან წავიდე ესეთი განწყობები. ხო, მაგრამ ეს განწყობები გაძლიერებული იყო 90-იან წლებში, შემდგომ ამას მოყვა მთელი ევრომადიდებელთა სექტის ჩამოყალიბება, მაგრამ არავის არ აქვს რატომღაც წაკითხული ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი ევროკავშირთან, რაც გვაქვს, ეს არის DCFTA. ეს ასოცირების ხელშეკრულება. აი, კარგად თუ წაიკითხავთ, მე იმ იშვიათ ადამიანების რიგში ვარ, ვისაც ეს საკითხული და 432-ვე მუხლი თავის დანართებით გაშტუდირებული მაქვს. ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ბნელმეტყველება, საზიზღარი წასაკითხი, მაგრამ აუცილებელი რაღაცა არის აღმოჩნდა, იმიტომ რომ განათლების სისტემაში ეს ბოლონიის პროცესი უზრუნველყოფს შენგან თუ ვინმე ჭკვიანი გამოჩნდა, აუცილებლად იმის წაღვანას თავისთან. კი, აუცილებლად პირდაპირ ამაზეა ორიენტირებული. და აი მაგალითად ეხლა ვიღაცები წერენ ხოლმე აგვისტოში მისაღები გამოსვლები თავდება რომ მიიღო რაღაც ჰარვარდის 100% რაღაც რა გიხარია დაიკარგა ის საქართველოსთვის დაიკარგა. კი, ჩვენ ვიცით რომ აქ ჩამოვიდნენ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ივანე ჯავახიშვილები, ვიღაცები ჩამოვიდნენ. მაგრამ რამდენი წავიდა და აღარ ჩამოვიდა მაგ დროს გვაქვს დათვლილი რა? არ გვაქვს დათვლილი. არა. სამწუხაროდ არ გვაქვს დათვლილი. ანუ ეხლა როგორ არის, იცით, მე ამის მერე დგება მომენტი, როგორც გალაქტიონს აქვს თავის ლექსში რა. ვინც ევროპას გავაგზავნეთ ერთად თუ გინდა ცალკე თუნდა ყველა რაღაც უცნაურად არეკილი დაგვიბრუნდაო რა. და ზუსტად ეს როგორც ჩანს მარადიული პრობლემაა. კი, როგორც ჩანს მაშინაც იყო ეს გალაქტიონი 30-იან წლების ლექსია ეს. ხო? ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონო და რა შემოდის მეორე საკითხი, რომ აბა რა ქნას მაშინ იმ ახალგაზრდამ? არა, ახალგაზრდამ რა ქნას? არის ნიჭიერი, მაგრამ აქ ვერ ხედავს პერსპექტივას, აბა რა გააკეთოს ამ მოწამვლას? ხო და მეც მაგას ვამბობ ზუსტად რომ ეხლა წავიდეს კი ბატონო ყოველს თავისი გზა აქვს ახლა. მაგრამ განწყობებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ეს განწყობილი არის აპრიორი განწყობილი არის იმისთვის, რომ აქ არაფერი არ ვარგა და უნდა წავიდე. და ამ დროს აქ არის აუცილებელი შეიქმნას გარემო, რომ აქ გაკეთდეს რაღაც.
ანუ აქ კონდეს შესაძლებლობა იმას თავის შესაძლებლობების რეალიზაციის და სწორედ აქ ამით გადავდივარ ძალიან ესე ვთქვათ რბილად გადავედი განათლების მოსალოდნელ რეფორმაზე, რომელიც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური აუცილებლობა, რაც მე 2017 წელს ჩავატარე კვლევა ესეთი უმუშევრობის სტრუქტურა და სტრუქტურული უმუშევრობა მერაბ-კაკულიასთან ერთად ჩავატარეთ უმუშევრობის სტრუქტურა და სტრუქტურული უმუშევრობა საქართველოში. ეს რომდელის ფონდში ისე ფრედრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იყო გაკეთებული. და დავითვალეთ ესეთი რაღაც. ერთი არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმი დასაქმება და უმუშევრობა. ეს მკაცრი კრიტერიუმი, ძველი მკაცრი კრიტერიუმი, ახლა ცოტა განსხვავებული კრიტერიუმია, მაგრამ ერთსაათიანი კრიტერიუმი გასული ერთი კვირის განმავლობაში თუნდაც 1 საათი ფულადიან ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით მუშაობა. თუ მუშაობდით 1 საათი მაინც ითვლება დასაქმებულად, ხო? მაგრამ უმუშევრებს შემდეგ მივამატეთ სხვადასხვანაირი ხალხი რა. დავთვალეთ მოკლედ არასრული დასაქმება კლასიკური გაგებით ან შესაძლოს კრიტერიუმი ფარული უმუშევრობა ანუ როდესაც ადამიანი ფორმალურად რაღაც დასაქმებულია მაგრამ კიდევ ეძებს სამუშაოს არასრული დასაქმება ფარული უმუშევრობა და რაც ყველაზე მთავარია კვალიფიკაციის შეუსაბამო დასაქმება ანუ როდესაც არასაკუთარი პროფესიით რო არ ხო, როდესაც უფრო დაბალი კვალიფიკაციის საქმეზეა სფეროშია დასაქმებული, ვიდრე მისი ცენზის მიხედვით განათლება იძლევა ვიდრე მას ცენზის განათლების ცენზი აქვს რა. და აღმოჩნდა ესეთი რამე, რომ ყველაზე დიდი წილი აი ამ სტრუქტურულ უმუშევრობაში სწორედ კვალიფიკაციის შეუსაბამო დასაქმება იყო. გარდა ამისა, საქართველოს მაგალითად, ჩემს ბავშვობაში კიდევ უფრო ხშირი იყო ხოლმე სატელევიზიო სიუჟეტების კეთებოდა პროფესორ მასწავლებლები, რომლებიც მაგალითად უწევდათ, რომ ვაჭრობის სფეროში გამოვაჭრებათ მუშაობა. კი, რამე ორდიპლომიანი ტაქსისტების ანეკდოტი ეგ არის, ხო. სწორედ ეგ არის, მაგრამ ეხლა აქ ორდიპლომიანი ტაქსისტებს რაც შეეხება, აქ ორი რამე არის. ერთი არის, რომ მოხდა ფასეულობათა გადაფასება ეს კატასტროფა რაც მოხდა 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, ეხლა მარქსიზმ-ლენინიზმის პროფესორი შეიძლება იმიტომ მუშაობს ტაქსზე, პროფესორია ცენზით ტაქსზე, იმიტომ რომ მარქსიზმ-ლენინიზმს აღარავინ აღარ სწავლობს. მაგრამ როდესაც ტაქსზე მუშაობს უმაღლესი თანრიგის ხარატი, ვინაიდან ვიღაცა კარეტინმა და ნაძირალა მისი ის ქარხანა, სადაც ის მუშაობდა, გაყიდა ჯარში ჩააბარა, ეს უკვე სხვა რაღაცა არის, ხო? ეს ორი სხვადასხვანაირი შეუსაბამო დასაქმება ორდიპლომიანი ტაქსისტია რა. ორივეს ორი დიპლომი აქვს. ამდენად განათლების სისტემას აქვს ძალიან დიდი პრობლემები. ახლა ის რაც პრემიერმა თქვა, ეს არის უდაოდ გასაკეთებელი რამე, მაგრამ ჩემი აზრით მაინც პირველი რიგის აუცილებლობა არის აკითხის შინაარსობრივი მხარის გადაწყვეტა. და მხოლოდ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა სკოლამდელი და სასკოლო განათლების გარეშე არანაირი აზრი არ აქვს, ვინაიდან ეს ფუნდამენტი სწორედ ეს არის. საქართველოში დღეს სკოლაში მე ვიტყოდი რომ ძვინვარებს ბოლონიის პროცესი. ქართულ განათლების სისტემაში ზოგადად ძვინვარებს ბოლონიის პროცესი, რომელიც მიხედვითაც აი იცით ფუნდამენტია თავად უკვე შეცდომა და ფუნდამენტში როცა შეცდომა არის ეგეთი პეპლის ფრთის ეფექტი თუ გაეგონიათ, როდესაც საწყისში უმცირესი განსხვავებაც კი საბოლოოდ დიზარომაზა სხვაობას გაძლევს. ფუნდამენტში არის შეცდომა რა, განათლება, განიხილება არა როგორც ეგზისტენციალური უფლება ადამიანის, არამედ განიხილება როგორც მომსახურება ჩვეულებრივი. ეს როგორც აი თმის შეჭრა, ფეხსაცმლის რემონტი ან რაღაც ესეთი, ხო? ეს რატოა მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დავინახოთ, ხო, ალბათ ამ პროცესში, რომ როგორ უყურებს სახელმწიფო ამას, ამას უყურებს როგორც ადამიანის სახელმწიფო ჩვენ იგივე პარადიგმაში ვართ, ისევე როგორც ახლა წელანდელზეც იგივე შეიძლება ითქვას, იმავე პარადიგმაში ვართ განათლების, სადაც აი რომლის თანახმადაც განათლების პროცესი ეს არის ჩვეულებრივი მომსახურება. განათლების პროცესში მასწავლებელი უწევს მომსახურებას ბავშვს იმას, რომ მაგალითად ასწავლის პითაგორას თეორემას ან რაღაცას ასწავლოს. და მერე
ეს რომ დამთავრდა გაკვეთილი, აბა შენ კარგად ბრძანდებოდა, წამოვედ აქედან არავით არის ავტორიტეტი, აღზრდის ელემენტი არის საერთოდ ამოღებული სკოლიდან პრაქტიკულად. მართალი ბრძანდებით. ეხლა თუ ძველი თაობის მასწავლებელი ვინმე არის, მე ხა მასწავლებლების ოჯახში ვარ გაზრდილი და მე ნაკლებად ვიცი რა დამოკიდებულება ქონდა ჩემშეულებთან მათ ყოფილ მოსწავლეებს და ახლა მე თავად ვიცი ჩემ ყოფილ მასწავლებლებთან რა დამოკიდებულება მაქვს, ვინ ცოცხალია მათ შორის დარჩენილი ღმერთმა დიდხანს ვიცოცხლოს გადასარევი ხალხი. ხო და ეს აღზრდის ელემენტი, ეს რაღაც ადამიანურობის სწავლების ელემენტი საერთოდ ამოღებულია აქედან. ეს განათლება არ არის ჩვეულებრივი მომსახურება, ესე როგორც ჯანდაცვა. ეს არ არის უბრალო რაღაც რა. მხოლოდ ტექნიკურად ის რომ ასწავლო კონკრეტული ფორმულა მათემატიკური. ხო, პითაგორას თეორემა ვასწავლე და აბა კარგად იყავი. ესე არ არის რა, პითაგორას თეორემასთან ერთად კიდევ ბევრი რამე ახსასწავლე ადამიანს რა. ძალიან საინტერესო საკითხი ეთებით, ბატონო და ამიტომ ამ შინაარსობრივ საკითხს აუცილებლად უნდა მიექცეს პირველი რიგის ყურადღება. ეს არის სასკოლო განათლება, საფუძველთა საფუძველი და ამის შემდგომ უკვე სახელმძღვანელოები. მე ახლა არ ვიცი, ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ არ ვიცი, მე მგონი ყველაზე დებილ 20%-ში არ შევდივარ. მაგრამ ჩემი შვილის სახელმძღვანელოებში ამოცანის პირობების გაგება მე მაგალითად მათემატიკაში გამიჭირდა რამდენიმე. თქვენ რომელიც პროფესიით? ხო, პირდაპირ სტატისტიკაში და მათემატიკას სულ ამ ტერმინებში ვარ, ხო? გამიჭირდა პირობის გაგება რამდენიმეჯერ. ისეთი ქართულითაა დაწერილი. და ქართულის სწავლებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ახლა მაგალითად ჩემი ქართულის მასწავლებელი ირა ტაბატაძე რომ ახსენდება, ღმერთმა დიდხანს ასასრულოს, რამდენი მოკლედ იმისგან მასწავლები ქართული და ის ქართული, რასაც მე ახლა აი ამ წიგნებში ვკითხულობ, ეს ორი სხვადასხვა რამეა რა. კი ბატონო, დეტალებით მე თონაც სკოლის მოსწავლე მყავს და ძალიან ნაცნობია ჩემთვის ახლა ის ყველაფერი, რაზეც საუბარი. და ეს არის მოკლედ შინაარსია მთავარი და მაგის მერე მოდის უკვე ლოგისტიკა რა. ის ანარჩენი უკვე რომ აი სად რა მოიწყობა, სად რა. კი, ეს ყველაფერი უმაღლესი განათლებას რა თქმა უნდა თავისთავად ეს ანალოგიური რამეა, შეიძლება ეს უცხოეთიდან მოდიან სტუდენტები სწავლობენ, ღმერთმა გაუმარჯოთ, ისწავლონ კი ბატონო, ესეც უნდა იყოს, ყველაფერი უნდა იყოს, მაგრამ თვითონ განათლების თვითონ ჩვენი მოქალაქეებს უნდა უღირდეს განათლების მიღება აქ. შესაბამისად დასაქმება აქ და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე კიდე. ამაზეც არ ვიცი ახლა მთავრობა ფიქრობს თუ არა, მაგრამ მე ძალიან მოუწოდებ რომ იფიქროს. ჩვენ გვაქვს საქართველოში, თბილისში მაგალითად გვაქვს კონვეიერული წარმოება მეხუთე კოლონის, უნარჩენო წარმოება, თანასწორია. აი მე რო დილას მოვდივარ, ხდება ბრიტანული აკადემია, ამერიკული აკადემია, ფრანგული აკადემია, ევროპული სკოლა, ბაქსუდის სკოლა, ეს სკოლა, არც არა ქართული ეს. კი, ასე. ხო. ეხლა ამიხსენით რომელიმე მათგანი საქართველოს მოქალაქეს დის? მე მგონია ხოლმე რომ უბრალოდ აი რაღაც ანკესი არის ცოტა სნობებისთვის გადაგდებული ანკესი მგონია თორე ხარ რომელი ბრიტანული განათლება ეხლა არა ჯერ ერთი ბრიტანული განათლება მოდი ავიღოთ ორკონტურიანი განათლება საერთოდ სხვა რაღაცა ერთი ამერიკაშიც და ბრიტანეთშიც არის ორკონტურიანი განათლება და განათლების პირველი კონტურია საჯარო სკოლები და ასე შერბატრები ასე ვთქვათ სადაც ყველა არის და სადაც განათლებას პრაქტიკულად არ იღებენ მაგრამ თუ იქ რაღაც ჭკვიანი გადაშტა გადაყავთ შიდა კონტურზე სადაც უკვე იქ მობილური ტელეფონის სკოლაში წარება არ შეიძლება გაასელაქოს კიდეს მასწავლებლებმა თუ კარგად არის სწავლა ანუ ნამდვილი განათლება ხდება იქ მე აი ივანე დავით გურამიშვილის რომ აქვს ესა ნუგენანების სწავლისთვის ღრმის კებლისცემით კივილი მალ გამთხევლდების უწამლოდ მისი წყლულების კივილი რა მოიზარდოს მოყვინჩლდეს მამლურად შექმნას ყივილი ეცადე მისგან წყენაზე არაზეთ შექმნა ჩივილი ესეთი რამეა რა აღზრდა ესეთია როგორ ბავშვის საუკეთესო უფლებები ნებისმიერი ბავშვის საუკეთესო უფლება და ნებისმიერი ბავშვის საუკეთესო ოცნება არის გაკვეთილი რომ გაუსწრეს მე მაგალითად სკოლაში რომ ვსწავლობდი არ მახსოვს რომ რომელიმე გასცდენილი გაკვეთილი წყენოდეს რომ წოდნოდა გაკვეთილი იმ დღეს აი მომზადებული კი თვითონ ის მომენტი რომ გაკვეთილი ხდება ეგ არის ბავშვის ბედნიერება რა ხო ეს არის ბავშვის და ახლა ჩვენ რომ გამოვიდეთ აი მაგალითად ხო პარალელი ზუსტი პარალელია სხვათა შორის აი ვაშენებთ შენობას ხო ბეტონი უნდა ჩავასხათ ყალიბში
რაღაც პერიოდი დაველოდოთ რომ გაქვავდეს ეს ბეტონი და მე შეგვიძლია ეს ყალიბი მოვაცილოთ და ბეტონის კედელი დგას. ეხლა გამოვიდა რომელიმე მართლმორწმუნე NGO-შნიკი და ბეტონის თავისუფლება უნდა განვითარდეს როგორც უნდა და დავასხეთ ბეტონი და არ უნდა ამ ბეტონს ყალიბი. ბეტონის თავისუფლება რატომ ზღუდავ შენ ბეტონის თავისუფლებას და მიიღებ რაღაც აი ბეტონის რაღაც უსახო გროვას რომელიც გაცილებით უფრო დიდი პრობლემა არის ვიდრე მანამდე იყო, იმიტომ რომ ამ გროვას ვერაფერს ვერ მოუხერხებ. ამის დამტრევა წარმოუდგენლად რთულია, ხო? და ის განადგურება ძალიან ძნელია და თუ ამ ახალ თაობას შენ ყალიბი არ მიეცეთ, განვითარების ვექტორი, კალაპოტი არ მიეცი, ისე შემდგომ იმისგან რაც ჩამოყალიბდება ამორფული მასა, იმისი გადახარისხება და იმისი გადამუშავება თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება ამ მეხუთე კოლონის კონვეიერულ წარმოებას, რა. ეს სკოლები არც ერთი არ ზრდის საქართველოს მოქალაქეებს. გეთანხმები რომ სნობებზეა. აქ არის სამი კატეგორიის ბავშვები, ერთი ძალიან ნიჭიერი ბავშვები, მეორე მაყუთა მამის შვილები და მესამეები, ასე ვთქვათ, ფეხისხმა საყოლილები, ხო? ეხლა ვინც განსაკუთრებით ნიჭიერია, ყველა მათგანისთვის მოიძებნება, რა ვიცი, უინსტონ ჩერჩილის, შარლ დე გოლის, ჯეკი მფატრავის ან ვიღაცა სახელობის პრემიის სტიპენდია. იმას აუცილებლად წაიყვანე წეგან რაც გითხარით. იმას აუცილებლად წაიყვანე განათლებასაც მიიღოს ყველაფერს ამას უზრუნველყოფს ზუსტად ამაზე არის მორგებული ეს მთელი ეს DCFTA-ს და მთელი ეს ხელშეკრულებები ეს დოკუმენტაცია ამაზეა მორგებული ეს კანონმდებლობა წაიყვანს იქ და საპენსიო ასაკამდე გამოიყენებს ბოლომდე და მე პენსიონერს დაგიბრუნებს ისევ შენ. ხო? ეს ერთი, ეს განსაკუთრებით ნიჭიერები. შემდგომ აი ეს galaktionis lexis ესე ვთქვათ აუდიტორია ისინი მათ მამიკოები გადაუხდიან მაყუთებს სწავლენ მაგრამ ნუ რა როგორც მე ერთმა მშობლები კარგად უმყოფოთ მაგრამ ამის შემდეგ განიავდნენ მამამისის დატოვებას იმავე galaktionsa გადასარევი ლექსი მაგ ზუსტად მაგ თემაზე როდესაც პოეტი ვითომ პოეტია ამაოდ ამბობენ რომ ის გოეთია ვაიმარს გაგზავნე ავია კალათით ვირზე დაბრუნდება ხახვით და სალათით ანუ გოეთეობას მარტო ვაიმარში ჩასვლა არ ყოფილის რაღაცები უნდა იცოდე კიდე გადაუხდიან მათ სტიპენდიებს რაღაცებს ყველაფერს დაუფინანსებენ სწავლას და ნუ ესენი დარჩებიან მათ თანამგზნობებად მაგრამ ყველაზე უფრო დიდი მასა ეს ფეხისხმა საყოლილები არიან რომლებმაც ეს სკოლა დაამთავრეს მთელი მათი ლოიალობა იმ ქვეყნისკენაა მიმართული რომლის სახელობის აკადემიაც აქვს დამთავრებული და დასაკლავი ხმოს გამომეტყველებით უყურებენ იმ წარმატებულ სტუდენტებს რა და მათი ლოიალობა აქ საერთოდ არ არის. აი მათი მომავალი რა არის? მათი მომავალი არის პოტენციური მეხუთე კოლონა, ну შეიძლება მე მათგან გამოვიდეს. ვერ რეალიზდება იქ სადაც უნდა რომ რეალიზდეს და ამიტომ ის გაბრაზებული მე ეს არის კოლექტიური თეიმურას ხევისთავი. მე ამით იღებს მერდიაკოვს და კოლექტიურ თეიმურას ხევისთავს და მას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა იმის რომ მართლმორწმუნე აკაც უკან ჩამოყალიბდეს. აი ეს ყალიბდებიან ალბათ მართლმორწმუნე აკაცუკები და მათ შორის აი რაღაც. კი ჩემზე უფროსი თქვენი გასაგის ადამიანებს ვარ. ჩემი თაობის ხალხიც კი არის გასვე ხარ პრობლემა. ან გასაგს მე მგონი საერთოდ არაა განსხვავება. მე ხომ გითხარით არიან ხცოვანი ლაწირაკებიც არსებობენ მეთქი. საინტერესო იყო ენერგეტიკაზეც ასე ვთქვათ ნაკლები საუბარი დაუთმეთ აქ უბრალოდ ჩემს რა არის საინტერესო საქართველოს შეუძლია თუ არა იყოს თვითკმარი ენერგეტიკულად თან ის გასათვალისწინებელია რომ ხა რაც უფრო ვითარდება ქვეყანა მით უფრო დება ინვესტიციები მოხმარებაც იზრდება ხო თავისთავად საქართველოს სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ალბათ წარმოუდგენელია თუნდაც იმიტომ რომ ძალიან ძნელია რა არის თეორიულად საუბარი ხმე გეოლოგებისგან გამიგონია ხმე თვითონ მაგ საქმის სპეციალისტი არ ვარ მაგრამ ისეთი გეოლოგებისგან გამიგონია ვისაც უეკითხება რა რომ საქართველოში არის დაძიებადი ენერგეტიკული წიაღისეულის მარაგები მაგრამ ნუ იცით რა არის რაც შესაძლებლობაც არის ამის რუკა არის მე ვიცი რომ ენერგეტიკოსებს აქვს გაკეთებული მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა საკუთარი ცოდნით აღტაცების ხარისხი არის ხოლმე ხანდახან ისეთი ბაღალი რომ არანაირად არ უნდა გათვალისწინო მე მაგალითად მახსოვს ერთხელ გავაკეთე ეგეთი ენერგეტიკული ბალანსის პროექტი რომ
ეს გასაგებია, მე ხა ენერგეტიკოსი არა ვარ და მე უყურებ ამას სტატისტიკურად და მოდელირების თვალსაზრისით და ეკონომიკური განვითარების პარადიგმაში უყურებ და ხედავ ეგეთ რამეს, რომ საქართველოში ახლა დიდი პრობლემა არის მაგალითად დაბალი მარგიხმედების კოეფიციენტი შეშის ღუმელები, თრუფთბებიან, რაღაც ფაქტორები რა, მოკლედ. ბევრი რაღაც ფაქტორი არის რა. ხო და მეთქი ხო არ აჯობებს რომ თვითონ შევად ენერგომომხმარებლების მომხმარებელი ასე ვთქვათ მოწყობილობების რუქა გავაკეთოთ საზოგადოების მოსახლეობაში და ბიზნეს სექტორში და ასე შემდეგ და შემდგომ ჯერ შიდა ოპტიმიზაცია როგორ გაკეთდეს მათ შორის მაგალითად ხა ერთი ახლა იყო მახსოვს ნახე რომ დათბუნებას თუ გააკეთებდი რაღაც დაახლოებით 30% მცირდებოდა ენერგომოხმარების ხარჯები სახლების დათბუნებაზე ლაპარაკი როდესაც ახლა 20 სანტიმეტრიანი ბლოკის კედელია მხოლოდ ამოყვანილი და ერთმაგი ფანჯარა არის და რაღაც ეგეთი იმის გათხოვა სჭირდება მაგრამ საქართველოს ახლა კი ვიძახით ჩვენ რომ არის რაღაც ეს ჰიდრორესურსები 26000 მდინარეო ამბობენ, მაგრამ მოდი ახლა ნუ დავივიწყებთ რა, ნუ ვიქნებით ნამეტანი გულზემჯიღების მობრაგუნეები, მაგრამ 26000 მდინარიდან ახლა არც ერთი არ არის, არც ამაზონი და არც ხუანხე და არც იანსი და არც ინდი და განგი და ლენა და ენისეი და რა ვიცი, ჩამოყვეთ იმ მდინარეები კიდე, რამდენიც კიდე. ხო, ჯამში დიდი მდინარე მეტნაკლებად არის რიონი, ცხენისწყალი, მტკვარი, არაგვი, ენგური, ალაზანი, ხო? ხო, მაგრამ ნუ ამას ავირავანებოთ რა, მოკლედ. აი აქ ჰიდრორესურსების გამოყენებასთან ამასაც საკმაოდ დიდი ჭკუა ჭირდება რა. ეხლა იყო მაგალითად ნამახვანჰესზე, ხო გახსოვს? კი ბატონო. ერთი ამბავი იყო ატეხილი. ისევე დაახლოებით, მაგრამ პრობლემა რა არის? ნამახვანჰესზე იყო კითხვები. რეალური კითხვები იყო დასასმელი და ის კითხვები რომ დაისვა მთავრობამ ზუსტად იმიტომ გააჩერა ეს ამბავი და არა იმიტომ რომ და არა იმიტომ რომ ტურბოპატრიოტების აღშფოთები შეეშინდა მე ესე მგონია რა ვინაიდან იქ კითხვები რომ დაისვა შინაარსიანი კითხვები ეხლა რომ პარალელს აკეთებენ ამ არაბული ინვესტიციების ნამახვანთან დაკავშირებით ეს ძალიან არასწორი პარალელია სწორი აქ არის ერთადერთი რამე რომ მაშინას და ეხლაც ტურბოპატრიოტული მოტივები არის დანაღმულ მინდორზე ტანტალი არის ერთადერთი რაც არის აი ამ პროცესს შორის საერთო ვინაიდან იმ ნამახვან ჰესის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ერთ საფუძველი ქონდა იქ იყო რეალური კითხვები იყო რა რეალური პირველი გეზეში გარემოზე ზემოქმედების შეფასება მე ეს დიაგონალზე მაქვს ნანახი რა ეს მოკლები ჟიმკები რა რომელიც იყო რაღაც წარმოუდგენელი უსუსურობა მაგალითად საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ტვიშის მიკროზონის მოკვდებოდა ტვიშის მიკროზონა უბრალოდ წყლის ამხელა დამატებითი სარკის გამო ტვიშის მიკროზონა მოკვდებოდა რა ყურძნის ეს ეფექტები არ იყო მაშინ გათვალისწინებული ეს გარდა ამისა იქ იყო გათვალისწინებული რაც ეკოსატანისტებს ასახასიათებთ ხოლმე ეს ნუ ბაყაყს ფილტვების ანთება და ემართება და იქ რაღაცა მახრა აღშფოთდება და მიხაკის ღრაჭიკას რაღაცა ეწყინება და რაღაც ეგეთი რაღაცები მაგრამ გეზეში რეალურად გათვალისწინებული არ იყო გათვალისწინებული გეოლოგია საერთოდ ხა არის ესეთი ლეგენდარული მეცნიერი შოთა ადამია ნუ გეოლოგიის რა ვიცი მეტრი და ესეთი რა სერიოზული კი სოფლიო კლასის მეცნიერი სოფლიო დონის მეცნიერი 97 წელს არის ღმერთთან ხანსასახლოს და მე ვნახე შოთა ადამიანს მომზადებული ეს რუკა სეისმური რუკა აღმოჩნდა რომ აი ზუსტად აი ამ ჰესის ქვეშ გადიოდა 20 კილომეტრის სიღრმეზე არის ნამახვან ჟონეთის ტექტონიკური რღვევა ანუ აქ არის სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონა პირდაპირ ტექტონიკურ რღვევაზე ჯდება კაშხალი ტექტონიკური რღვევა ესეთი რამეა მე ახლა არა ვარ გეოლოგი მაგრამ ნუ იმდენი ვიცი რომ ტექტონიკური რღვევა არ არის ის რომელიც შეიძლება დააცემენტო იმიტომ რომ 20 კილომეტრის სიღრმეზეა მიწაში და 20 კილომეტრის აი ამ რღვევაზე რომ კაშხალს ვალ ნიშნავს რომ ქუთაისის თავზე კიდევ დამოკლეს მახვილს
თუმცა ადრე თუ გვიან შეიძლება არა დღეს, არა 10 წლის მერე, მაგრამ 15 წლის მერე რა პრობლემა იცით რა არის ესეთი რამე რა. სახანძრო უსაფრთხოების სისტემა შეიძლება 100 წელიწადი არ დაგჭირდეს შენობაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა შენობაში არ უნდა იყოს. რამე ეკონომია გააკეთო და არ გააკეთო ეგ. იმიტომ რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა შეიძლება ერთხელ დაგჭირდეს და იმ ერთხელ თუ არ გექნა, მე აღარაფერი აღარ დაგჭირდება. იმიტომ რომ მესანგრეები აი გამნაღმოელებზე მაქვს ლაპარაკი, ერთადერთხელ ცდებიან ცხოვრებაში. მეორე შეცდომის შანსი იმათ აღარ აქვთ. ხო და ასეთ რაღაცას ახლა ეს კითხვები რომ დაისვა მე ზუსტად მთავრობა მაგიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო ჩვენთვის საზარალო გასაგებია ენერგეტიკული თვალსაზრისით, ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ მთავრობა სწორად მოიქცა ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ იმან მოისმინა კითხვები, რომლითაც რეალურად პასუხი არ იყო. ხო და ამიტომაც მოხდა ეს, რაც მოხდა. საინტერესოა ეხლა რო აცხადებს ხელისუფლება ამ ენერგეტიკული სექტორის განვითარებაზე, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული თქვენ კონცეფცია შეიძლება დამჩა რომ და გეთანხმებით, იმიტომ რომ სხვაგანაც არ მომისმენია, რომ იმისათვის რომ ჩვენ გქონდეს აი ამ მიმართულებით გეგმის შექმნის შესაძლებლობა, ალბათ საჭირო არის პირველ რიგში აი ის ვიცოდეთ, რას თქვენ თქვით, რომ მოხმარების ობიექტების რო გაგაკეთდეს ელემენტარულად, სად რამდენი ენერგია არის საჭირო, რას მოიწმას. შემდგომ ის განვითარების გეგმა, ანუ რა გექნება? კი, აი ეგ რა გექნება, იმიტომ რომ ენერგეტიკა ხო პირდაპირ მიმულია მაგ განვითარებაზე. კი, გასაკვირველია ახლა მაგალითად. გავსი მინახავს. როდესაც ვიზახეთ ახლა IT ტექნოლოგიების განვითარებას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი არის ელექტროენერგიის სხვათა შორის. რა თქმა უნდა. ხო და ნუ ახლა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა ეს 100%-იანი ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობა შეიძლება ვერა, მაგრამ მაქსიმალურად ავტარკიული რომ უნდა იყოს ქვეყანა, ამას მთავრობა გეგმავს და ძალიანაც კარგი რომ გეგმავს. ვინაიდან მე ესეთი წინადადება წინა მთავრობებისგან არ მომისმენია, იმედი მაქვს რომ იქნება გაკეთებული ისე როგორც საჭიროა ყველაფერი. ეს რეალურად გასაკეთებელი საქმე არის. დიდი მადლობა გადაგიხდით. ბატონო ნოდარ, ვფიქრობ რომ საინტერესო საქმელის ნახევარი ვერ მოასწარეთ. 1 საათი გქონდა, თუმცა მე იმეც ვიტოვებ რომ მომავალში წარაერთხელ გვექნება საუბრის შესაძლებლობა და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. შეგახსენებთ რომ სტატისტიკოსი ბატონი ნოდარ კაპანაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი საუბარი და გვირდებით რომ მომავალშიც მსგავსი ფორმატის ინტერვიუები, გადაცემები თემატურ საკითხებზე, ექსპერტული მოსაზრებების მოსმენის შესაძლებლობა შევეცდებით რომ ყოველთვის შევქმნათ ჩვენს მაყურებელს. კარგად ბრძანდებოდეთ და გემშვიდობებით კვირამდე, კვირას 7 საათზე ჩვენ შევხვდებით კვლავ ერთმანეთს.